მოგესალმებით. მესამე დღე მშვიდობისა. ჩამოვედი სასტუმროს უკან. გვერდით ამხარეს და შესვენება გვაქვს ისევ ჭამე და ლამაზი სახლია. ჭამე და ჩამოვედი. ოღონდ გასაღები მაქვს იმის რა ქვია. ქართველი გოგოს გასაღები მაქვს ჯიბეში და თვითონ წასულია. მაღაზიაში წავიდნენ როგორც ვიცი, ჩატში დაწერეს რომ თუ ვინმეს რამე გინდათო მაღაზიაში მივდივართო და რავი მე დამეზარა წასვლა და დამეზარა რა ეხა აქაც არის ახლოს მაღაზია და იმ თუ რამე დამჭირდება აქ გავალ. იმ სიშორეზე რატო წავიდა. ხო და ეხა იმაზე ვნერვიულობ რომ ინტერნეტი არ იჭერს აქეთ. და ძალიან შორსაც არ მინდა წავიდე, იმიტომ რომ მოვიდეს ის გოგო და გასაღები რომ დაჭირდეს, ძებნას დამიწყებს და ვერც დამიკავშირდება ინტერნეტში. მე აქ ვიღაცის სახლში ჩამოვედი, აქ რა მინდა. ვიღაცას შემოვეკედლე. ალბათ გზა აღარ არის ამის იქეთ. ეხა თუ გამომიხტა კავკასიური ნაგაზი. ძაღლი თუ გამომიხტა. არა, კიდეა დაბლა გზა. ხო და რავი, დავათვალიეროთ. საკმაოდ ლამაზი და მყუდრო ბუნებაა. ეს რა შენობაა? ამ სასტუმრო ყოფილა აქაც. ხო, გზაზე ჩამოვიდა ეს გზა პირდაპირ. ჰოთელ ბარონ. სასტუმრო ბარონი. ესე იგი რადგან არის აქ სასტუმროები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხიც ჩამოდის, ისვენებს მოწონთა ქაურობა. კურორტია რა ჩვეულებრივი. როგორც სვანეთია ჩვენთან და მსგავსი ადგილები ეგეთი. ხო რა. აქეთ საინტერესო არაფერი აღარაა. ჩვეულებრივი გზა არის, რომელიც ჩამოდის დაბლა. ასე რომ ავბრუნდები ისევ. თან იმ გოგოს გასაღები რომ დაჭირდეს, არ მინდა რომ ლოდინი მოუწიოს. ასე რომ წავედი ისევ სასტუმროში. ეს რისი ყვავილია? რა ლამაზია. მე მგონი ის არის რა ქვია. ასკილი? თუ ველური ვარდია ჩვეულებრივი. არა ხო. ასკილია ვფიქრობ, იმიტომ რომ ისიც აქვს რაღაც მრგვალი. ეს რა არის ხალხო, ვერ გავიგე ძალიან. ბევრ ადგილას მხვდება აქ. აქ რაღაც მოძრაობს და ფისო. როგორ მენატრება ფისოები, მაგრამ არ მომეკარა. რაღაცნაირი სცენარია რა არის, ვერ გავიგე. არც ტყემალია. რაღაცნაირი ტყემლისნაირი ფოთლები აქვს. მაგრამ არ ვიცი რა არის. თავიდან ვიფიქრე ის არის ხო რა ქვია. ატამისნაირი პატარა ატმისგემო აქვს რა. ნახეთ ზუსტად ტყემლისნაირი ფოთლები აქვს. და თვითონ მცენარე
ნუ ველური ქლიავია რა. ხო. ფიქრობ ველური ქლიავია. სხვა რა უნდა იყოს. ოკეი. მესამე დღეა დღეს და უკვე ხვდები რომ ძალიან სწრაფად გადის დრო. იმიტომ რომ დღეს ჯერჯერობით დიდად არც დავღლილ ვარ დღეს. გუშინწინდელი და გუშინდელი დღე იყო ძალიან ესე ვთქვათ გაიწელა ძალიან და დამღლელიც იყო და დღეს იმდენად არ დავღლილ ვარ. აუ რაღაცა საშინლად ურტყავს მზე და საერთოდ აღარ მოჩანს კარგად ხედები. ხო. აქეთაც რაღაც გზა მიდის, მაგრამ ვიღაცის სახლში ადის ეს გზა. აი ჩვენი სასტუმრო რომელიც როგორც გითხარით გარედან ძალიან ძველად გამოიყურება რა საშიშად. ხო. ესე ავალ მე. Like yesterday, we keep the wine in these containers. They are buried underground and they are made out of clay and it helps fermentation and gives like special taste. And it is also one of the things that Georgia is known for. Okay, now we have the quiz. And the ეხლა გამოვედი სასტუმროდან ცოტა მოშორებით და აქ რა კაი საყვარლობა ადგილები ყოფილა. არ ვიცოდი. ხვალ გამოვდივართ ყველა ერთად ქალაქის დასათვალიერებლად და ხა მარტო გამოვედი და ძალიან საყვარელი ადგილებია. ნუ პატარა ისეთი საყვარლობა სკვერია გაკეთებული. აი რა აღარ ვქენი რომ კამერის ისა გადაღება შემეცვალა რა. ანუ რაღაცები გადავაყენე, მაგრამ მაინც არ მომწონს. ხა ვინც კარგად იცის ან ტელეფონი და მით უმეტეს Android-ში ვინც ერკვევა. ისინი უფრო იმათმა უფრო იცით მოკლედ და მე რავი დიდად ვერ გაუგე. ძალიან ჩაბნელებულად აჩვენებს რა. უი, აი რაღაცა ტაძარი გამოჩნდა კიდე აქ. და მაინტერესებს აი ამ გზას აუყვები და წესით მიმიყვანს იქ. ოღონდ ძალიან ცოტა დრო დამჩა. 9 საათში უკვე სასტუმროში უნდა ვიყო და არ ვიცი. ნუ ხვალ ისედაც გამოგვიყვანენ და დაგვათვალიერებიებენ ყველაფერს რაც სანახავია, მაგრამ რატომღაც აი მარტო მინდოდა ყუდროდ წამოსვლა. რა საყვარლობა ადგილებია, ეს რაღაც ციხეს რატო გავს? რაღაცნაირი ციხეს იმაგრესავით არის. აი ძალიან ცუდად იღებს ჩემი კამერა. ციხეს იმაგრესავით არის თქო და კაფეა რეალურად შიგნით რაღაც. ძალიან საყვარლობა. აი კრუგი დავარწკე იმ შენობას და აქ არის ასასვლელი კიბეები. ოღონდ ძალიან შორს ვარ მართლა და ვეღარ ვასწრებ მეტი შორს წასვლას. აი ძალიან მომწონს აქაურე ის რა ქვია. აი უმეტესი შენობა ესეთი ლამაზი რა უწოდო, ლამაზი ქვებით არის ეს რა ქვია.
გაკეთებული. აი მოვედი იმ ტაძართან, ოღონდ აქ ნახეთ რა ხდება. ოღონდ სხვა მხრიდან აქვს შესასვლელი. ხო, აი. სხვა მხრიდან აქვს შესასვლელი. აი, უი არა. უი, რა საინტერესოა. ნახეთ. მე მგონი აქ არის შესასვლელი. უი, რა მხელა ეზო აქ. აუ, რა ცუდია, რომ მეტი დრო არ მაქვს. აი. ნუ ტაძრის ეზოა ჩვეულებრივი. უცებ შევათვალიერებ აქაურობას. აი. აი ეს ძველი დანგრეული შენობებიც რა უცხოდ და საყვარლად გამოიყურება. აი, დავარტყათ აქედან კრუგი. აი, ვერ წარმოიდგენთ როგორი ლამაზი ბუნებაა, მაგრამ კამერა ვერ აღიქვავს, იმიტომ რომ ავურია ძალიან. ეს რა უცხო ყვავილია. რა არის? ვინც იცით რა არის დაწერეთ. ნახეთ რა ლამაზი შენობაა თუ ანუ რავი რა. როგორც მე მივხვდი ტაძარია. სხვა იდეა არ მაქვს. აი, ფოტოებსაც გადავიღებ ახლა. მოკლედ, გავრბივარ ახლა. იმიტომ რომ 15 წუთი დამჩა. რა საშინლად იღებს. ხო, მოკლედ რაც არის. 15 წუთში უნდა ვიყო სასტუმროში უკვე და გავრბივარ რა. საინტერესო იყო რაც დავათვალიერე. დრო უკვე ისე გარბის ვერც კი ვიგებ, დღეები ისე სწრაფად გადის. ნუ ყოველთვის ეგრეა თავიდან. როცა ახალ გარემოში მიდიხარ, თავიდან ნელა გადის დრო. პირველი დღე, მეორე დღეცა და მერე უკვე გარბის. ნუ ეს ჩვენი წარმოდგენაა, თორე დრო ერთნაირად გადის. ხო და რა ვიცი. ხვალ ისედაც გამოვალთ როგორც ვიცი, ყველანი ერთად. და დანარჩენ დღეებშიც როცა თავისუფალი დრო მექნება, რავი, ჩამოვირბენ. გამოვივლი და ვბრუნდები ისე უკან. ხო. ეხლა დარწმუნებული ვარ, ჩემები მეძებენ, უკვე ჩემებს რო ვეძახი. იმიტომ რომ აი საო რა ქვია. გავდივართო რა მაღაზიაშიო და თან რაღაცებს დავათვალიერებთო ქალაქშიო და მეთქი კაი მეც წამოვალთქო და მერე უცებ გადავწყვიტე რომ მარტო გამოსეირნება უფრო მერჩივნა. ხო და ინტერნეტიც არა მაქვს. ნუ მიხვდებიან რა, რო წავედი. It's okay. კაი, წავედი ხალხო, ეხლა მართლა გავრბივარ, ანუ იგივე გზა უნდა გამოვიარო, რაც გავიარე და კი გაჩვენეთ უკვე ყველაფერი. აი, მე გული ამომივარ და ნახეთ რა მხელა კიბეები გამოვიარე და სად ვიყავი, მე ვიყავი, აი იქ.
ხო და 2 წუთი აკლია რა და ის რა ქვია აქაურებს აქვთ კულტურული საღამო ქვეყნის წარდგენა პრეზენტაცია და ეხლა გავრბივარ სასტუმროში უკვე ცოტა ინტერნეტმაც დაიჭირა წავით რა დებილი ვარ 9:30-ზე იწყებენ თურმე და მე მოვედი 8:30-ზე და შევდივარ იქ ოთახში კონფერენციის ოთახს ვეძახით სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებთ და არავინ არ არის მეთქი რა ხდება საერთოდ არავის ხმა არ ისმის და შევედი მე ჩატში და ვნახე მესიჯი და თან მივწერე და ისაო რა ქვია 9:30-ზე ვიწყებთო და თურმე 1 საათი მქონია კიდე დამატებით და მე სირბილის წამოვედი და ეხა ზოგი ოთახშია, ზოგი მაღაზიაშია წასული ნეტა არ მეჩქარა და ნეტა უკეთ დამეთვალიერებია არა უშავს რა რაც არის არა და ეს რომ მოვდიოდი გზაში ჩავხედე ჩატში SMS უბრალოდ რატომღაც შემეშალა და დრო ამერია თორე არ ვირბენდი ნამდვილად 2, 3. გერმანიას გაუგარ ნახეთ რა ბუნებაშია ჩაფლული აქაურობა წინ მხარეს სუნთებია და ხედები და ხო შეურტყავს არ მოჩანს ნუ ხო რა ქართულ ჩვენებურ ტაძრებს გავს ძალიან ოდნავი სხვაობაა მატარებლის გაჩერებაზე მოვედით. ასე არ მივდივართ, უბრალოდ ვათვალიერებთ. აი ზუსტად ის არის რა, აბაშის სადგურია ზუსტად. ოღონდ ძველ სტილში ადრე რო იყო ეგეთი. ეხლა აბაშაში გააკეთეს სადგური და ეს რა ქვია. ეხლა ლამაზია.
Oh, yes, yes. დღეს გამოვედით სალაშქროდ ბუნებაში. მე ყვავილები გავიჩხირე ყურში. ძალიან საყვარლობა. ძალიან ლამაზი ადგილია. ოღონდ აქაც ნაგავს შევეგებეთ. აქამდე არ ეყარა, მაგრამ ამ ადგილას რატომღაც ყრია ნაგავი. ერთი დღე დაგვრჩა და ეგ არის ისე უცებ გავიდა დრო. თავიდან ნელა გადიოდა დრო და რა ფერადი ყვავილებია ნახეთ. მერე გაფრინდა უცებ დრო. ნახეთ რა სიფერადია. ძალიან ლამაზი ფერადი ყვავილებია და იქ რაღაც მოჩანს კოშკივით, ოღონდ არ ვიცი რა არის, კამერაში არ მოჩანს, ისე უფრო კარგად ჩანს. მე კიდე რამდენი ახალ ყვავილს ნახავ განსხვავებულს. ყურში ვიკვეხებ. ჩემი სათვალე ძალიან შავდება მზეზე და არ მომწონს. So cute. ლამაზია. რაღაცა პატარა ის დავინახე სახლივით აქ ცოტა მოშორებით და მაინტერესებს რა არის. ოღონდ გზა არ მიდის იქამდე. ის ყოფილა რა ქვია. წვადის შესაწვავი ნახეთ, შეშაც არის შიგნით. რასაყვარლობა რაღაც მოუწყვიათ აქ ბუნებაში ჩამოხვალ. წვად შეწვავ რაღაცა. ძალიან საყვარლობა ადგილია. თან აქ ის ვიპოვე რა ქვია რაღაცა. ქლიავის მაგვარი და ძალიან გემრიელია ალუჩას გემოაქ. ოღონდ დიდი კურკა აქ. არც ხელა ეხა ეგრე რომ აქ იბანაო. Вообще არ მაქვს სურვილი. It's your turn to shine. Jump guys, jump. მე ნავზე დაждომა მინდოდა და როგორც ჩანს არ მუშაობს, იმიტომ რომ არც ერთი ნავი არაა იმას ტბაში.